თემას უკვე ვაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვერთა ქალბატონი თიაგო გოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორი. დილომშვიდობის ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ქალბატონი, მოდით დავიწყოთ იმით, რამდენად ხშირად მიმართავენ სპეციალისტს, ან შეიძლება მშობელი, ან შესაძლოა მოზარდი, რომელსაც სურს რომ წავიდეს და იცხოვროს დამოუკიდებლად. მშობლებს ალბათ სხვა პრობლემა აქვს, სურს რომ ბავშვი დაიყოლიონ, გადაიფიქროს და დაივიწყოს ან სურვილის შესახებ და სხვა სურვილები აქვს უკვე მოზარდებს. მით უმეტეს რომ საქართველოში არც ისე ხშირია ასეთი შემთხვევები, ესე ვფიქრობთ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ახალი ტენდენციაა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოზარდებს მთელ მსოფლიოში აქვთ განვითარების ერთიანი დინამიკა. ანუ ყველგან მოზარდი არის მოზარდი და მოზარდობას აქვს თავის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელი იყოს ინფორმირებული, რადგან მშობელს ხშირად გონია რომ რაღაც საოცარი დრამა დაატყდათ მას თავს, ვინაიდან მოზარდი უცებ იცვლება და იწყებს ისეთი მოთხოვნების, სურვილების თუ ქცევის დემონსტრაციას, რომელიც თავს არ დასცემს ხოლმე მშობელს და ამ დროს მნიშვნელოვანია მისი ინფორმირება ერთის მხრივ თუ რა ახასიათებს აი ამ პერიოდს, ამ სტადიას და მეორე მხრივ რა მიდგომები არის ხოლმე განსახორციელებელი, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაილახოს ეს ნამდვილად გარდამავალი პერიოდი, იმიტომ რომ მართლა გაივლის და პიროვნული სიმწიფის დაწყებას უნდა დაველოდოთ და ასე ვთქვათ, ტოლერანტობით და გაგებით მოვეპყროთ ამ საკითხს. ახლა რაც შეეხება თვითონ მოზარდების მოთხოვნილებას, შინაგან მოთხოვნას, რომ ისინი იყვნენ ავტონომიურნი და მათ შორის ეს ავტონომიურობა, რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ადგილსაც უკავშირდება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მოზარდს აქვს ორი ძირითადი ბაზისური, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ პირველი მან დაიმკვიდროს თავის გარემოცვაში, თავის მეგობრებთან და თანატოლებთან და მეორე, რომ მას მოეპყრონ როგორც დასრულს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბიოლოგიურად არ არის დასრული და არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ მას აქვს ასეთი ძალიან მკაცრი და საკმაოდ გამომწვევი მოთხოვნა, რომ გაითვალისწინონ მისი აზრი, რომ მას მოეპყრონ როგორც დიდ ადამიანს, ნაკლები შენიშვნა გაუკეთონ, ნაკლებად ჩაერიონ მის პირად ცხოვრებაში, რაც რთულია, ბუნებრივია, იმიტომ რომ მოზარდობას მთელი რიგი კრიტიკული 19 წლის ადამიანზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც ბავშვი? აი ეგ უნდა მეკითხა. რომელსაც არ შეუძლია. ეს ძალიან ინდივიდუალური არ არის. შეიძლება მე მინახავს 40 წლის ბავშვებიც. დიახ. და მინახავს 17 წლის პიროვნება. მადლობთ ამ მნიშვნელოვანი შეკითხვისთვის, ვინაიდან ფსიქოლოგიაში პიროვნული სიმწიფე არ უკავშირდება ბიოლოგიურ სიმწიფეს და ასაკს. ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ 40 და 50 წლის ბავშვები ხშირად არიან და ხვდებით ასეთ ადამიანებს, რომელსაც უწოდებთ ბავშვს, ანუ ინფანტილურს, თავისი ბუნებით ეს აღზრდის პრობლემაა. არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თქვენ რომ მათ მშობლებს გაესაუბროთ მათ შვილებზე, ისინი ნამდვილად მათ დღესაც ბავშვებს უწოდებენ. ეხლა 19 წლის ასაკი, რა თქმა უნდა, უკვე გარდატეხის პერიოდის გვიანი პერიოდია. ჩვენ ვყოფთ პუბერტატს, ანუ გარდატეხის პერიოდს, საწყის, შუა პერიოდად და უკვე გვიან პერიოდად. და 19 წლის ასაკი არის დასრულობის პერიოდი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ახალგაზრდას ვიტყოდი, უნდა ქონდეს განვითარებულ ქვეყნებში ასეა, რომ მას აქვს გარკვეული თავისი ფინანსური შესაძლებლობაც, რომ მან შესაბამისად თავის სურვილისა დაიკმაყოფილოს ეს საცხოვრებლის ავტონომიის მოთხოვნა, ხო? მაგრამ ჩვენს რეალობაში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კრიტიკულ სიტუაციაშია, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გვინდა თუ არ გვინდა ძალიან სერიოზულ გავლენას აღწევს ჩვენ ყოფაზე, ჩვენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასეთ ვითარებაში ძალიან გამონაკლისებზე თუ იშვიათ გამონაკლისებზე თუ ვისაუბრებთ, როდესაც თქვა 19 წლის ასაკში არის ფინანსურად დამოუკიდებელი ახალგაზრდა და ჩვენ აქ უნდა დავასრულებ ერთი წუთი, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობა არ არის თავისუფლების ეკვივალენტი, ანუ ტოლფასი ტერმინი. დამოუკიდებლობა არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც თავისუფლებისკენ მიყავს ადამიანი და ამ შემთხვევაში ფინანსური დამოუკიდებლობა არსებითი საკითხია, საერთოდ პიროვნული დამოუკიდებლობის საკითხში, რაც შემდგომში მისი თავისუფლების წინაპირობას ქმნის. ერთი დეტალი მინდა ხაზი გაუსვათ ამას, რომ მე მინახავს როგორ ცხოვრობენ აი ის რაღაცა კინოებიდან მაკრო ისტორიებს ყვებიან ამერიკელი სტუდენტები. თითქმის 80% ეხმარება მშობელი. რა თქმა უნდა.
ეს არის მითი, რომ თითქოს მშობლების მიტოვებული ყავთ იგი და გაგდება. 90 თუ არა. თქვენ სწორი ტერმინი ბძანეთ ეხმარება. კი, ეხმარება. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი სრულად უზრუნველყოფს მას. ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ, დასავლურ ქვეყნებში ევროპული, ამერიკული აღზრდის სტილი გულისხმობს მოზარდის ბავშვობიდან სხვა შორის არა მარტო მოზარდობაში ეს ერთბაშად ვერ იქნება მოთხოვნის სახით მშობლისგან დაყენებული თანამონაწილეობას ანუ მის პასუხისმგებლობას ოჯახის საქმეში და იმიტომ არა რომ მშობლებს უჭირთ ვთქვათ ფინანსურად ჩვენ ვიცით ძალიან ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახები არა მარტო ოჯახები არამედ დინასტიები და კლანები სადაც მათი მოზარდები მუშაობენ რა თქმა უნდა მშობლები თავის წვლილს შეიტანენ აქამდე მიდიოდა ჩემი შეკითხვაც ზუსტად რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მე კი მაქვს ამაზე პასუხი, მაგრამ პროფესიონალისგან მაინტერესებს. ეს ბავშვები სკოლაში უფრო აი მაღალი კლასებისში სწავლის დროს ისინი უკვე ემზადებიან დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთან ეს პრაქტიკულად არ არსებობს თუ მასწავლებლის კეთილი ნება არ არის და ამაზე არ ესაუბრება თავის მოსწავლეს. ეს პირველ რიგში ოჯახიდან მოდის. ოჯახიდანაც მოდის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მშობელსაც გავლილი აქვს ეს სკოლა და სწორედ აქედან იცის. იცით, თუნდაც ეს საზაფხულო სკოლები, სადაც ბავშვები მე მინახავს და ამიტომ გეუბნებით, ერთი თვით მიდიან ბანაკში, სადაც ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობენ, მაგრამ აბსოლუტური კონტროლის ქვეშ არიან. მას ვერ გადმოხტება ხიდიდან და ვერ მოწევს მარიხუანას მაგალითად და ვერც ლუც ვერ დალევს და არახს ვერ დალევს, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა ძალიან დიდი კომპლექსური მარტო მშობელს ხო არ უნდა რო ვაბრალებთ ამაში შეცდომას ხო არ უშვებთ ან სახელმწიფოსაც ხო არ უნდა ქონდეს რაღაც როლი რომ ეს გაათავისუფლოს ადამიანი ასეთი ნებისმიერი ადამიანის ქცევა არის სუბიექტური და ობიექტური რეალობის ურთიერთქმედების შედეგი. შეუძლებელია ვისაუბროთ რაიმე სუბიექტურზე ობიექტურისგან დამოუკიდებლად და რა თქმა უნდა როგორც პიროვნული თვისებები, რომელსაც აყალიბებს გარემო, რა თქმა უნდა, 6 წლამდე მშობლები და ოჯახია წამყვანი. 7 წლიდან სასკოლო პერიოდში შემოდის უკვე მასწავლებლის და სკოლის თემა ძალიან მნიშვნელოვნად. გარდატეხის პერიოდი, რომლის ზღვარი ძალიან ქვემოთ დაიწია უკვე და 11 წლიდან გარდატეხა იწყება აქსელერაციის პირობებში, რა თქმა უნდა, თანატოლებს და გარემოს ენიჭება დიდი როლი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, რომელიც არის, ასე ვთქვათ, იმ პოზიციაში, რომ მან უნდა უკარნახოს და შექმნას ფონი. და ამის გარშე შეუძლებელია. ზუსტად ამას ვამბობდი, როცა ხას უსვამდი იმ ჩვენს სპეციფიკას, ჩვენ, ასე ვთქვათ, მძიმე რეალობას იმის შესახებ, რომ დასაქმების პრობლემაა, რომ მოზარდს არ შეუძლია დასაქმდეს უმეტესწილად, ხო, გამონაკლისები ბუნებრივი არიან, მაგრამ მასიურად მოზარდებს არ აქვს საშუალება დასაქმების და ეს პრობლემას ქმნის. თუმცა მენტალობის საკითხი არის გადამწყვეტი. არათუ სკოლა და გარდატეხის პერიოდში გარემო აყალიბებს, თქვა, დამოუკიდებლობის აი ამ კომპონენტს, რომელიც მართლა პიროვნული თავისუფლების წინაპირობა, არამედ დიახ, ადრეული ბავშვობიდან. მეცაც გეტყვით, მუცლად ყოფნის პერიოდში დედა არ ფიქრობს თავის ემბრიონზე, რომ ის მას აჩენს მისთვის და ის არ ფიქრობს, რომ ეს არის მისგან განუყოფელი ერთხელ და ერთი და სამუდამო, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, რომ არ არის ბავშვის დირექტორი. დირექტორი ძალიან რთული ნათქვამია. ეს არის სიმბიოზი, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში დაბადების დროს ჭიპლარი იჭრება, ვიცით, და ეს ფსიქოლოგიური ჭიპლარი ჩვენ ვიცით ხშირი შემთხვევები, როცა ძალიან ღრმა მოხუცებულობის აცაკამდე შენარჩუნებულია. ეს არის პრობლემა. როდესაც მშობელი ფსიქოლოგიურად ვერ უშვებს თავის შვილს დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯის გადასადგმელად, ჩვენ ვიცით ასევე შემთხვევები, რომ არათუ მოზარდს, არამედ დაშრულ ადამიანებსაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება კარგად ისწავლეს, გარკვეულ პროფესიულ წარმატებას მიაღწიეს, ფინანსურად მეტნაკლებად გამართულნი არიან, მაგრამ მშობლისგან ვერ ახერხებენ იმ დისტანცირებას, რომელიც 3-დან 6 წლამდე პერიოდში ფსიქოლოგიურად უნდა მოხდეს. ამიტომ მშობლის როლი არის უზარმაზარი, რა თქმა უნდა, მაგრამ
ხშირ შემთხვევაში ვინაიდან გარდატეხის პერიოდი არის რევოლუციის, ბუნტის და აჯანყების ხანა, მაინც მოზარდები ცდილობენ იცით აი მარწუხების და ბორკილების დამსხრევას. ეს ამაში ტრაგიკული არაფერია, პირიქით ეს განვითარების ეტაპი უნდა გაიაროს მან. ტრაგიკულია, როცა ის არ გადის აუცილებელია რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს და პასუხისმგებლობის გზა, მე რო საკუთარი ოჯახი, საკუთარი შვილების აუცილებლად და ხშირად ჩვენ მე პირადად ძალიან ხშირად სამწუხაროდ ვარ მომსწრე სწორედ იმ ოჯახური დრამებისა, როდესაც სწორედ გარდატეხის ასაკში ვერ მოხდა იმ სტადიის სრულფასოვნად გავლა. ბუნება ისე არის, ასე ვთქვათ, ისეთ მოცემულობას გვაძლევს ჩვენ, რომ შემდგომში გვიან ხდება ეს, როდესაც მაგალითად დაოჯახება ხდება, მერე იწყება ეს ბუნტი, იმიტომ რომ თავის დროს მშობლებმა არ მისცეს მას ამის საშუალება და ინგრევა ოჯახები. ასე დროს მშობლები კვლავ ცდილობენ ინტერვენციას, ჩარევას, თქვათ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რომ გადაარჩინონ ეს ოჯახი და არ დაინგრეს, რაც არის, მინდა გითხრათ, ძალიან უმეტეს შემთხვევაში არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, ვინაიდან ის ოჯახი გადარჩენის საჭიროებასაც ამ ვითარებაში არ იმყოფება, რეალურად ოჯახი იმ ფუნდამენტზე არ დგას, რასაც ქვია ორი ადამიანის ურთიერთპასუხისმგებლობა ამ ერთეულის, ერთად ყოფნის, რასაც მეუღლეობა ქვია. მე ხშირად ვამბობ, რომ სწორედ ამ სიტყვაში ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური ძალიან ღრმა შინაარსი დაებს, რომ ორი ადამიანი თანაბარი პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში რომელიღაც უფრო პრიორიტეტულ ვითარებაშია და მეორე ნაკლებში. ამიტომ ამას ჭირდება ძალიან დიდი ფართო გაგებით მეცადინეობა, ძალიან ადრეული ბავშვობით და სხვა შორის მშობლები თვითონ ახდენენ იმ ქცევის მოდელების როგორც მაგალითების მიცემას, რომელიც აპირდაპირ არაცნობიერში იწერება, როგორი იყო დედის და მამის ურთიერთობა, თქვათ, ადრეულ ბავშვობაში, როგორც ფსიქოლოგიური პროგრამა იწერება და შემდგომ უმეტესწილად ბავშვები ან ამის საწინააღმდეგო და საპროტესტო ქცევებს ანხორციელებენ, ან როცა ეს ჯანსაღი ოჯახია და ნორმალური და კარგი ურთიერთობებია, ბუნებრივად ისინი აი ამ ოჯახურ მოდელს ავითარებენ თავის ცხოვრებაში. ამიტომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოზარდმა მოახერხოს იმ ეტაპის სრულფასოვნად გავლა, რაც არის დამოუკიდებლობის იმ ელემენტარული უნარების განვითარება, რომელიც აუცილებელია, რომ გარდატეხის პერიოდში განვითარდეს, რა თქმა უნდა, ამისთვის მას ჭირდება ფინანსური ავტონომია, მინიმალური მაინც, რომელიც რა თქმა უნდა მისცემს მშობელს შესაძლებლობას, რომ თანამონაწილეობა გამოიჩინოს ამ ვითარებაში, მაგრამ სამწუხაროდ უცნაური საქართველოში ხო იცით, ხშირად ძალიან უცნაური სიტუაციებია და ვითარებები ესე ვითარდება, რომ ბავშვი ასეა გაზრდილი, რომ ის მიჩვეულია, რომ მშობელმა ყველა მისი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს და ის ვერ იაზრებს, რომ როცა მას უნდა ცალკე ცხოვრება, ელემენტარულად თვითონ და შეიტანოს ამაში წვლილი. თუმცა მე უნდა დავასრულოთ და ძალიან მოკლედ ვიტყვი, მე მგონი მშობელთან ცხოვრების დროსაც, მაშინ როდესაც მშობელი უბრალოდ ფულსაც გააძლევს ჩვეულებებს, მაშინაც ძალიან 100%-ით დარწმუნებული ვარ, შეიძლება იყოს თავისუფალი, იყოს პიროვნება, იყოს ძლიერი ადამიანი, ჩამოყალიბდე, განთავისუფლდე ამ რაღაცა მარწუხებისგან და ასე შემდეგ. მე თან ხარ აბსოლუტურად გეთანხმებით, თავისუფლება არის შინაგანი მდგომარეობა და ის, ვთქვათ, არც გეოგრაფიულ და არც სხვა ლოკალიზაციას არ უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი თიაგო გოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორი. ვნახოთ რეკლამა, შემდეგ მოამბე და დაგიბრუნდებით.